მერაბდვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლა ახლოვდება. ქართველის მეტოქემ პიოტრიანმა ვარჯიში განაახლა. რუსი მებრძოლი დარბაზში ზურგის ოპერაციის შემდეგ დაბრუნდა. ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია თუ როდის მოხდება იანისა და დვალიშვილის დაპირისპირება, თუმცა ქართველმა მებრძოლმა TNT სპორტთან ინტერვიუში თქვა, რომ ტრილოგია ზაფხულში უნდა გაიმართოს. მისი თქმით, ბრძოლა სავარაუდოდ თეთრი სახლის ივენთის შემდეგ ივლისში ან აგვისტოში ჩატარდება. ისტორიაში პირველად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრების წევრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. ჩეხეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვა. ისინი ქულებით მხოლოდ გერმანულ წყვილს ჩამორჩნენ. კვარამ და მამარდამ ჩემპიონთა ლიგაზე მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრეს. PSG ლივერპულს 8 აპრილს დაუპირისპირდება, 14 აპრილს კი საპასუხო მატჩი შედგება. კვარას თქმით, მამარდამ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, რაც მისთვის დიდი мотиваციაა. რთულია უახლოესი მეგობრის წინააღმდეგ თამაში, მაგრამ ეს ფეხბურთია, ამბობს კვარა. მამარდას თქმით კი მისთვის კვარასთან ერთად ერთ გუნდში უკეთესია თამაში, ვიდრე მის წინააღმდეგ. ჯაბა კანკავამ ოპერაცია გაიკეთა. დინამო თბილისის ინფორმაციით ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს ქირურგიული ჩარევა მუხზე ჩაუტყდა. რეაბილიტაციის შემდეგ 40 წლის ფეხბურთელი მოედანს ზაფხულში დაუბრუნდება. კანკავა 2025 წელს დინამო თბილისში ბრატისლავას სლოვანიდან დაბრუნდა.